დავუცხოთ ეხა. დავუცხოთ. ოსტრი არ იქნებაო, ასე იძახის თორნიკე. დღეს გვინდა რომ მოვაზადოთ ჩაშუშული, ესე რომ ვთქვათ. მარტო ჩვენ უნდა დავლიოთ? გადაგეხადოს. გადავიხდი, არაა პრობლემა. ისი არ გამოვიდეს რომ მარტო შენ უმშაობ ხა. არა, როგორ გეკადრება. მოყვეთ ეგ ისტორია? მოსაყოლი არ კი. და იმანდ მოხდა უკვე. მოსახდენი მანდ მოხდა. მოსახდენი და ძალიან გემრიელი იქნება ნეკრით. ო, ეგ ცალკე ისტორია. მე გამოგზაურებ ევროპაში ძმა. მოგიყვებით, კაი მოგიყვებით. ხელია. არ გეთანხმები, იმიტომ რომ კაი ჩემო ძმა. რო გიყვარვარ, იმიტომ ეტყობა. სტუმარს მე უსხამ და სტუმარი მე მისხამს. კიდე გაგვიმარჯოს. სულ ჩვენ გაგვიმარჯოს. ძალიან კაი არომატებს აიღებს. სანამ მესამინდებია, გააკეთეთ. ანუ მარტივესი. ძალიან კაია და მარტივია. ეს შვენიერი ეპიზოდი გველის წინ, სტუმრად ვყავს ჩემი ძმა და მეგობარი. ერთად ნაშრომი გვაქვს, ოფლი გვაქვს, დაუღრილი სისხლი არას საბედნიეროდ. თორნიკე ჩაფიძე, ვინც არის ის არის ტელეგრაფის აღმასრულებელი შეფი. ჩვენი ძმა და მეგობარი არის ბრენდ შეფი ირაკლი ასათიანი, არ შეგეშალოთ და ეს აღასრულებს მე თა ყველა დავალებას. აი ესე არის იერარქიულად დაყოფილი სამზარეულოში ამბები. და ასევე არის ვრანგლერისტი, მე ესე შევარქვი. იმიტომ ვრანგლერის მოყვარულია და ირგვლივ ყველას ეკყავს უკვე. ხო, მე არ მყავს, არ მეორდებ. თორნიკე, რას მოვამზადებთ დღეს? ხო, მოკლედ, გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის, ავთო. გადაგეხადოს. გადავიხდი, არაა პრობლემა. გადახდილი მაქვს, მაგრამ კიდე გადავიხდი. დაამატე. მოკლედ, დღეს გვინდა რომ მოვაზადოთ ჩაშუშული, ესე რომ ვთქვათ რა. ყველაფერი გვინდა რომ გრილზე მოვაზადოთ რა, წითელი ბულგარულიც, თავის პომიდორიც და ნუ ხორცსაც გრილზე მოვაზადოთ. ხო, ინგრედიენტები რო ჩამოთვალოთ, გვაქვს ხახვი, ნიორი, პომიდორი, წითელი ბულგარული, ხბოს ხორცი, ნექტრის მხარეც გვაქვს და რბილიც. კი ბატონო. უცხოსუნელი და ხმელი ქინძი დაგჭირდება. კი, რა თქმა უნდა. რო არ აირიოთ რა, ანუ ოსტრი არ იქნება. ხო, რა თქმა უნდა. ყოველთვის დაკავშირებულია მაგასთან, რომ აი, ყველას გონია რომ ოსტრი უნდა იყოს რა. ოსტრი არ იქნებაო, ასე იძახის თორნიკე. ჩემო თორნიკე, არ მინდა საქმე ისე დავიწყოთ, რომ არ შევსვათ. კი ბატონო. ეს არის შავი ლომის აპა. APA. ძალიან გემრიელია სხვადასხვა. აჰა. გამისინჯოს. მე სულ ამას ისე სხვადასხვა მართლა აჩო იძახის რეკლამა არ გეგონოთ, მაგრამ მართლა რეკლამაა, მაგრამ გულწრფელად უცხოურსაც ვამჯობინებ მე. კი, გემრიელია მას. აი ეს ხმა მევასე. მარტო ჩვენ უნდა დავლიოთ? მოდი დაგისხა ჭიქაში. იმაში ლომის აპა. მე დაგისხავ შენ რა და გავცალოთ, ხო? ძირთადად ესე არის ხოლმე, სტუმარს მე უსხამ და სტუმარი მე მისხამს. გაგიმარჯოს აბა. წარმატებული წელი ქონოდეს და შენ საქმეში პელე ხარ და გაგიმარჯოს აბა. მადლობა. თუ არის ქვეყანაში ვინმე ვისაც შავი ლომი არ გაუსინჯავს, აი მართლა გასინჯეთ და მიხვდებით რაზე ვსაუბრობთ. მართლაც. დავუცხოთ ეხა. დავუცხოთ, მოკლედ, პირველ რიგში რა ვაკეთოთ ისეთ რამე, რომ ხორცი მოვაზადოთ გრილზე რა. მანამდე შენ თუ გინდა პომიდორები და ისინი დაყარე და მე ხორცს ჩავტეხავ. კარგი, მაშინ ეგრე გავაკეთოთ. ეხა შენ მოყევი რა ხდება ტელეგრაფში. ნუ, ხო, ტელეგრაფში ძალიან კარგი ობიექტია, სადაც ბევრი რესტორანი გვაქვს. ისე ძირითადად თქვენ ხო გრილს უბერავთ? კი, ძირითადად გრილს უბერავთ, იმიტომ რომ გრანდ კაფეშიც თონე გვაქვს, ესე რომ ვთქვათ. ой, კაი რამეა. კი. და თონეში აცხობთ ქათამს, როგორც კი, თონეში მომზადებული ქათამი გვაქვს, შქმერულად, ესე რომ ვთქვათ. გოჭიც. გოჭი რა მაინტერესებს, რა თქმა უნდა სპეციალური შეკვეთით, იმიტომ რომ მოვიდე და ხა გოჭი მინდა თქო, ეგრევე ვერ გამომიცხო. იცი არის, ანუ გრანდ კაფე იხსნება 5 საათზე რა. ხო. და შესაბამისად დაახლოებით 6 საათზე უკვე გოჭი მზადდება ყოველთვის. ვა, კაია. კი, და უკვე უბერავთ. იმიტომ რომ ძირითად რესტორნებში სადაც გოჭი არის მენიუში, იქვე უწერიათ რომ ცოტა ადრე გაგვაგებინეთო რომ გოჭი გინდათო. არა, ჩვენთან ეგრე არ ხდება. დახვეწილები ხართ. კი, ჩვენ ხო გავიზარდეთ ესე რომ ვთქვათ, საიდან დავიწყეთ. თორნიკე ყავს 2019-იანი ვრანგლერი. ჩემ ძმას და მეგობარს არჩილ ზამბახიძეს ყავს 1900 ძველი ის რო არის. აჩოს უფრო კაი ეყოლებოდა რომ ეთქვა ჩემთვის. სიურპრიზი გაუკეთა ცოლმა და კი, ეგეთი სიურპრიზები მე მიყვარს. ხო და მოყევი ერთი ორი სიტყვა, ძალიან ტრენდული რო გახდა ეს ვრანგლერი. რა ხდება? ხო, ნუ მოკლედ, ვრანგლერი ვიყიდე, ზუსტად 1988 წლიანი ყავდა რა პირველად.
და ძალიან ესე რომ ვთქვათ, შემოყვარა თავი მეგრანგლერმა და ამიტომ მე გადავწყვიტე რომ რაღაცა ახალზე გადავსულიყავი რა. და ამ დროს ახალი რო ჩამოვიყვანე, აჩომაც იყიდა ესე რომ ვთქვათ, ძველი ვრანგლერი რა, რომელიც ძალიან კარგი იყო, ხო ნახე შენ. კი. ერთი იმდენი დაახარჯა რომ მანქანას დამსგავსებოდა. გამოვიდა რაღაცა. ხო, მაგრამ ჯერ კიდე გზაში არის მე მგონი მაგის კეთება. კი. ხო და რა მუღამი აქვს ამას ოფროუდის ამბავს, ეხა ეგ თქვი. ხო, აი ოფროუდის ამბავს ძალიან დიდი მუღამი აქვს, იმიტომ რომ რაღაც დაბკოლება როცა გაქვს და იმას გაივლი ესე რომ ვთქვათ. ისე რომ მანქანა ცხელს გიწყობს, ეგ ძალიან ბევრი რაღაც. მაგრამ მე იცი რაზე ვერ ვკაიფობ, რომ რაზე აბა? მანქანა კი ხელს გიწყობს, მაგრამ სულ მაგ მანქანის კეთებაში ხარ და ხელს როგორ გიწყობთ? რატო ვარ მაგ მანქანის კეთება? რა ვიცი, არა, ის გამიტყდა, ის უნდა გამოვცვალო, იქ ჩავარდი, იქიდან ამოვედი. ეგ როცა არის. შეგიძლია ისე იარო რომ არ დააზიანო არაფერი. შენ იმასაც ხო აორგანიზებ. კი, ოფროუდ შეძლებები. კი, ხშირად ჩამიტარებია. სად ტარდება ძირითადად? ძირითადად რეგიონებიდან ვიწყებთ ხოლმე რა, ყოველთვის რაღაცა ცხელი გვაქვს ესე გაწერილი რა, რომ ანუ რეგიონებიდან იწყება ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ლილო არენაზე ვამთავრებთ ხოლმე რა. ჩვენ შეგვიძლია ეს პომიდორები და ყველაფერი უკვე გადავიტანოთ გრილზე. სულ მანქანებზე რო ვლაპარაკობთ, პატარა სამზარეულოზეც ვთქვათ რა. ეხა ქართული კულინარია და გასტრონომია სად იმყოფება? კარგ პოზიციაშია თუ არა? იცი რა არის ავთო? კარგ პოზიციაშია რა და უფრო მეტიც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ხო არა, მაგას ვიძახი რომ. არ უნდა გავჩერდეთ თავად. სადღაც გავიყინეთ თქო და. არა, რატო? აი ნახე. ერთი პერიოდი ხო იყო ბუმი, როდესაც აი სტამბაც რო გაიხსნა, რუმსებიც, მე სადაც ვიყავი ქეთო და კოტე და რაღაცა ბუმი იყო, სიახლის ბუმი იყო და ეხლა რაღაცა ეგეთი ბუმი აღარ არის. არ გეთანხმები, იმიტომ რომ ტელეგრაფი მე მგონი ბუმი იყო, კიდევ ერთი. ხო, ტელეგრაფი არის ბუმი, კი. მაგრამ ბევრი ბუმი რაც ესე რომ ვთქვათ, ანუ სტამბის და რუმსის მერე უკვე ტელეგრაფმა ძალიან დიდი ამბავი გამოიწვია, ესე რომ ვთქვათ. და იმედია რომ არ გაჩერდებით ახლა კიდე გაჩერდებით, არ გავჩერდებით. ხო, ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ესეც უთხრათ, რომ ხორცს, ხფოს ხორცს არ ვთუშავთ ქვაფში. კი, გვინდა რომ არომატი აიღოს შებოლვის, ბეჭედი გაიკეთოს, ესე ვთქვათ, დამცავი ფენა გაიკეთოს, კარგად შეიბრაწოს და მერე მოვათავსებთ ქვაფში. პომიდორსაც, ეხლა პომიდორს და ბულგარულს აიღებს შებოლვის არომატს და მე ამას კანსაც გავაცდით და მე უკვე ქვაფში მოვათავსებ. ქვაფში მოვათავსებ და შესაბამისად ექნება ბოლის არომატები, რადგან გრილზე ვართ ორიენტირებულები. ვიყვარს გრილი. იბრაწება ისინი. ხორცი, ბულგარული და პომიდორები იბრაწება. მანამდე საქმე წინ წავიგდოთ, ხახვი დავჭა. ბიჭო, იცი რა მახსენდება? მოყვეთ ეგ ისტორია? მოსაყოლია. მოსაყოლი არ კი. მოკლედ, ახალი გახსნილია სტამბა. და სტამბა იყოფოდა რამოდენიმე ცხელებად დავარქვათ, რამოდენიმე სექციებად რა, თუ ვისაც გახსოვთ იყო საცხობი, მერე როტესერია იყო, სადაც ქათმები ეკიდა და შიგნით იყო მთლიანი ცხელი სამზარეულო ცივით და ყველაფერი. ხო, შიგნიდან გამოდიდა უკვე რა ეგ. ხო და ერთი ჩვენი ძმა და მეგობარი ახალი იყო, იმიტომ რომ სტაჟიორად მუშაობდა მაშინ და მე უკვე ავიყვანეთ, რადგან ძალიან გვიჭირდა მაშინ კადრების აყვანა რა. ხო და მოუწია საცხობში მუშაობა. და მქონდა ესეთი ტაფის ხაჭაპური. და შეკვეთა შემოვიდა, ოღონდ შემოვიდა. აი, გაიხსენე რომ ირაკლი ასათიანი იდგა. შეფის ადგილას იდგა ირაკლი ასათიანი, რომელიც უშვებდა მე ამ ჩვენ მიცემულ და ყველას მიცემულ კერძებს. და შემოვიდა შეკვეთა ტაფის ხაჭაპურზე. ოღონდ შემოვიდა შეკვეთა იმისგან, GM, ანუ მაღალი იერარქიის წარმომადგენელი. თლა უფროსებისგან შემოვიდა, თან უცხოელი სტუმრები ყავდათ და იმას მარიაჟობდნენ. აწონებთ რა, ეხლა ჩვენ პროდუქციას რო მარიაჟობდნენ სტამბის ჯერ ვიზუალი და მერე საჭმელები და ტაფის ხაჭაპური და მთელი ამბები და ჩვეულებრივად მოკლედ ბესომ ჩადო შეიკრა გააბრტყელა გამოვაცხო და გაუშვა ჩვენს რა შვიდად წყარად მუშაობ ჩვეულებრივად და ჩვენ გონია რომ ყველაფერი კარგად არის ამ დროს და ანუ ტაფის ხაჭაპური აქ შიგნით გამოცხვა მე გარეთ გამოვიტანეთ და ანუ ეს კერძები შევკარით ერთად და გავუშვით. მოდის მენეჯერი თუ ვინ მოვიდა და არ მახსოვს, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოვიდა და ჩვენს გონია რომ მოვიდა რომ ვაუ რა ხაჭაპურია და ეს რა არის და ამ ხაჭაპურშიო
ყველი არდევს. და ნუ ჩვენ აქედან რეაქცია როგორ ყველი როგორ არდევს, ეს ტაფის ხაჭაპურია, თხელია, არ ეტყობა. ნუ მთელი ამბები გქონდა იქ, რომ აი შანსი არაა და ეს უარი ამ დროს ჩუმად. და აი ჩვენ როგორ აიცი სამზარეულოში როგორ ხდება, იცი, რაც არ უნდა მზარეული დამნაშავე იყოს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთმანეთს პაძეშკას ვაძლევთ და არ ვაღიარებთ შეცდომას და ვაправებთ რაც შეგვიძლია რა. იქიდან ცივებიდანაც გამოვიდა მზარეული, რომ არა, რა სიძახი ყველი ჩავდეთ ჩვენ ამაში და ხსნით ხაჭაპურს და ხაჭაპურს რა ცომს. და რეალურად ამ ცომში არაფერი არდევს. ეხლა ვარკოთ რა ხდება. და უცბად ამ ბესოს რეაქცია ესეთია რა. გორელი ბესოს. გორელი ბესოს რეაქცია ის იყო, რომ ვაიმეო რა, ანუ იქ მიზაპრას რო ედო მაცივარში რა და რო იღებდა ცომს და ყველს, ორი ცომი ამოიღო, ცომი გააბრყელა. ცომი ჩადო კიდე შიგნით, შეახვია, გააბრყელა და გამოაცხო. და აი მანდ მოხდა უკვე მოსახდენი მანდ მოხდა. მოსახდენი და ნუ ყვირილი და ცივილკივით, ვაიმე ცომი ცომში ჩავდე და გაუშვით ვისთან? ლევიკოსთან და ვალერისთან. ნუ იქიდან ძალიან დიდი მადლობა შემოგვითვალეს, იმიტომ რომ ეგეთ ხაჭაპური არ ეჭამ, ანუ არ ქონდათ ნაჭამი საერთოდ. ნოუ-ჰაუ იყო. და ნუ მიხვდნენ რომ მე ეგ მენიუში და ჩაგვედო. იმე ჩაგვედ, ცომი ცომში უნდა ჩაგვედ. მოგითხრა ბესოს თუ გიყურებ. შეგვიძლია ეს პომიდორი ავიღოთ ახლა. ეხა მოვაბრუნე. კაი, მაშინ ეგეც დაიბრაწოს. გავფრთხნათ და მე ჩავჭყლიტოთ შიგნით. და ბულგარულებით შეგვიძლია ავიღოთ. კაი, ამოვიღებ ამ პომიდორს. ბულგარულებით წამოიღებ და დავჭროთ მაშინ. კაი, ჩემო ძმა. ამოვიღოთ ხორცს, ცოტა მოიბრაწყ. ისე ինչ ხო ჩავჭერი და ქვაბი ჩავადგათ ეხლა. კი ბატონო. მაგასაც ამოვიღებ. ჩემო თორნიკე, შენ იცნობ ლურპაკს, ხო იცნობ? ლურპაკს ვიცნობ. მე და შენ ძალიან გამოვიყენებია ეგ? კი ბატონო. სად გამოვიყენებია? წინანდალში. კი ბატონო. რედისონში. კი. ო, ეგ ცალკე ისტორია. მაგ ისტორიის მოყოლა ხმაგინო დაიწყო. არ გვეყოფა ერთი ჩაწერა ასე რომ თავ შევიკავებ. დანიური ბრენდის ლურპაკი იც კი ვიცით ყველა მზარეულებმა რა ბრენდიცაა და რა ხარისხი. გადნება, შემდეგ ხავხვი მოვთუშოთ. ჩვენ შეგვიძლია ხა პომიდორი ჩაუშვით. ესე იგი, ხახვი ჩავყარეთ, ნიორიც ჩავყარეთ, გაოქროს ფერდა. კი ბატონო. ხახვი და შებოლილი ბულგარული და პომიდორი ჩაეშვება ეხლა. ძალიან კაი არომატებს აიღებს ავთო. ჩემო მეგობარო, შეგვიძლია ბულიონი ან წყალი თუ დაგვაკლდება. აქვე ექსპრონტად ცოტა ლუდი გავუკეთოთ. დავადულოთ ეს და შევხედოთ. ხო. წესით პომიდორი კიდე გაუშვებს რა წყალს. აი, ამას ეხა დავახურებთ, ტემპერატურა დაეცეს, ანუ დასტაბილურდეს და მერე მივხედავთ ხორცს ჩაუშვებთ შიგნით. კი ბატონო. მერე მწვანილი გავიმზადოთ. ბოლოში უკვე მწვანილი. ლამაზად. ეგა. სუნელები როდის ვქნათ? სუნელებს ეხლა რო ავხდით, მარილი და სუნელები ვქნათ. ჩავასხით ლუდი,
ხო, ლუდი რო დავამატეთ, არ გითქვია. ბიჭო, რატო არის იცი ყველა კერტში ლუდის ჩამატება? აგერ უკნიდანაც აწერია, რომ შეიცავს ქერის ალაო, შვრიას. გასაგებია, ანუ და ეს არომატები არომატიც ძალიან ხსნის. საინტერესოს ხდის. უქენით უცხოსუნელი და ხმელი ქინძი და მარილი. მარილი, კი ბატონო. კი ბატონო, ეხა მწვანილი მოვაყაროთ. ნახევარი შენ დაჭერ, ნახევარს მე დავჭრი, კაი? აი ჩემო ძმაო. სულ რო შენ დაგეჭრა ნუ ეგეც შეიძლება. და მე უკვე გადმოვდგათ და აგერ პურიც თონის პურია და ჩავაწოთ. ჩავაწოთ. ისე არ დაგვიწყებია მწვანილის დაჭრა. და დამოვიწყო. ჩავყაროთ? მოვაყარო. შენ იქიდან მოვაყარე და ავთო ორივე ერთად. შეგვიძლია ეს ჩავთვალოთ სად არის თქო. ნახე რა სუნი წამოიღო. აი ლუდის სუნის აქვს არა? აჰა, პურიც გავტეხოთ. კი ბატონო. რა ვქნათ ახლა როგორ მოდი ახლა თეფსი ამოვიღოთ. თუ ჩავაწოთ. თეფშიც გადამოვიღოთ. ის ხორცი მოაყოლე. სანამ შენ მაგას ამოიღებ, მე გამოგზაურებ ევროპაში ძმაო. დაჟე. ხო შინდისში ხარ ამოსული, მაგრამ აქ ევროპა გვაქვს. და ეს ევროპა გამოიხატება Starbucks-ის ყავთ. ამოიღე. ნახე რა სუნი აქვს. თან კაი მზი არის. არცივა, ცოტა გრილთან დამცხა კიდევაც და გავიგრილებ ახლა ელს. კაი დატოვე რამე ახლა. შეგვიძლია. მეც ჯერ ყელი უნდა გავიგრილო. აჰა, ამითაც გაგიმოჭ. აჰა, ამითაც გაგვიმოჭს. ნაღდი ევროპული. საინტერესო. მართლაც რომ მზად არის. ერთი იმი დამჭამოთ, ხო? ხო, აი ჩანგალი ავიღოთ და გვიჭამია მე მგონი ერთი თეფშიდან მე დაშა. აი ესე რო ვთქვათ. მე ჩავაწობ და ხორცზე გამოვიყენებ მერე. ავიღო ეს? აღარ ზულიანი დაგიტოვა. რო გიყვარვარ, იმიტომ ეწომა. არა, რბილიც დამოწა. აბა მოყევი. ცოტა კარამელიზირებული თქვენ ენაზე დამწვრის, ჩვენ ენაზე კარამელიზირებულის გემო აქვს და შებოვლის და იმის ეს არ გეგონოთ, რომ ისაა დამწვარი. აბა თქვი მოყევი და სხვათა შორის ლუდის ეს რა ჩამოცვალე ქერი და მთელი ამბები. მას პიკანტური გემო არ მისცა? ცხელია. სანამ მესამინდებია და ისედაც მე მგონი კიდე მოთოვს გააკეთეთ. გადით გარეთ. ძალიან გემრიელია მათ. დაადგით ჩახანა და გააკეთეთ. ანუ მარტივესი. ძალიან კაია და მარტივია. შეგვიძლია დავემშვიდობო ჩვენ მაყურებელს და მოუწოდე ახლა მე არ უნდა გეუბნეოდე რა უნდა გააკეთონ. არა, ეხავე გეტყვი. აბა მიდი. მოკლედ. ძალიან საინტერესო იყო პირველ რიგში ის რომ აქ მოვედი და საინტერესო იყო რომ აქ გრილზე მოვამზადეთ ეს ყველაფერი რა და არა ეს გაზი ეს და ეს რაღაცები რა. თქვი ახლა რომელი უფრო რთულია? ჩემი აზრით იქით უფრო რთულია. ძალიან მარტივია ეს. ეს ძალიან მარტივი იყო. აი რა. რატო არა? აი გრილზე მოვამზადე აბსოლუტურად იმდენად ვერ აკონტროლებ როგორც იქ. წარმატებებს გისურვებ. შენს ჩემოძმაო. გამოგივლი ამ დღეებში. გესტუმრეთ. აბა კარგად. ნახვამდის.